სრულიად სხვა თემაზე გადავდივართ. როგორც ჩანს, ლონდონელებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ პრინცი ჰარისა და მისი ოჯახის ბრიტანეთში დაბრუნებაზე. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ახლო ოჯახიც კი გააოცეს, როდესაც კალიფორნიიდან ლონდონის მახლობლად ახალ ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად, რაც ხანგრძლივ პერიოდად არის აღწერილი. სპოილი შეერთებულ შტატებში 6 წლის წინ წავიდა. ოფიციალური სამეფო მოვალეობებიდან გადადგნენ, მაგრამ ისინი არასოდეს დამთრალან სათაურებიდან. ჰარი სამეფო ოჯახს უგულებელყოფაში ადანაშაულებდა, ტაბლოიდურ მედიას კი მისი ცხოვრების დანგრევაში და მთავრობას ადანაშაულებდა იმაში, რომ არასაკმარისი უსაფრთხოება უზრუნველყო მისთვის, რათა ოდესმე დაბრუნებულიყო სახლში. მოდით კიდევ მოусმინოთ. ალბათ მათი პრობლემა ის იქნება, რომ ქვეყანა უკვე საკმაოდ დაღლილია მათი თითქმაყოფილი ქცევის შესახებ მოსმენით. და ჩვენთვისაც როგორც ბრიტანელებისთვის, ასევე ახლა ამერიკელებისთვისაც აშკარაა, რომ ისინი იქ მხოლოდ ფულის გამო არიან. ისინი უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონტრაქტი მიიღონ ფულისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ დაკარგეს ფავორიტებად დარჩენის შანსი, მაშინვე როცა დაქორწინდნენ და მიიღეს ის თბილი დახვედრა ბრიტანელებისგან. და მათ გააფუჭეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მეგანი რასიზმის მსხვერპლი იყო, მას ჩაგრავდნენ. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერად იცხოვრონ და უკვე აღარ მაინტერესებს ეს ყველაფერი. ვეღარ ვიტან ამას, ეს მას უხებს და ცუდად ხვდის, ეს ჩაგვრა, ხო. მინდა რომ დაბრუნდნენ და მინდა ყველამ უბრალოდ თავი დაანებოს მათ და მხოლოდ კარგი რამები გააკეთო. ანუ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, არა? 2026. ეხლა 2026 წელია. მაშასე ეხლა სიამოვნებით მივესალმებით ანჯელა ლევინს, ციგნის ჰარი პრინცის ბიოგრაფია ავტორს, სამეფო ოჯახის ბიოგრაფსა და კომენტატორს, რომელიც ახლა ლონდონიდან გვიერთდება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიახ, ჰარი, მეგანი, არჩი და ლილიბეტი დაბრუნდებიან დიდ ბრიტანეთში. ფიქრობდით, რომ ეს დღე დადგებოდა? არა, კონტაქტზე ვარ, მაგრამ ნამდვილად არა. მეგანმა თქვა, რომ არასოდეს დავდგამ ფეხს იმ ქვეყანაში, ხომ ასეა? და ჰარიმ თქვა, რომ ვერასოდეს წავიყვან ჩემს ოჯახს იქ, რადგან უსაფრთხო არ არის. ასე რომ ეს ორი რამ არის, რასაც თითქოს ეჯიდები. და იმის ნაცვლად, რომ ეს ნაზად გააკეთო, ჩვენ გვინდა მოვიდეთ და ვნახოთ, როგორ მიდის ჩვენი საქმე. მეფეს არ უთხრეს, სანამ ისინი მოსვლამდე სასამი დღით ადრე არ აცნობეს, არავის უთხრეს, არც პრინც უილიამს, რომელიც ტახტის მემკვიდრეა. და ასე შეეძლოთ, რომ ერთგვარი წვეულება მოეწყოთ. აეტეხათ აჟიოტაჟი და ყველას ეგძნო, ხომ ხედავთ, რა საოცრები არიან. ეს აღარ ხდება, ყველა დავიღალეთ მათით. მე ჰარისთან 15 თვე ვიყავი და ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ვფიქრობდი, რომ ის შესანიშნავი იყო. მეგანი გამოჩნდა და მან უბრალოდ გაანადგურა ჰარი, სამწუხაროდ. ვიცი, საშინლად ჟღერს, მაგრამ ის საშინელი ქალია. მახსოვს ის საშინელი კურსია ინტერვიუს დროს, როცა ის სამეფო ოჯახს დასცინოდა. ოჯახს და რა თქმა უნდა მის სახეს. მაშინ სწორედ ეს გამოსახულება გახდა ვირუსული. შეუძლებელია იმ სურათის დავიწყება. რა ხდება ახლა მათი სამეფო მოვალეობების მხრივ, ასე ვთქვათ. ისინი, როგორც ვიცით, ოფიციალური მოვალეობები დატოვეს. ეხლა როცა დაბრუნდნენ, ფიქრობენ თუ არა, რომ შეუძლიათ ისევ იმ როლში დაბრუნება. ეს საერთოდ შესაძლებელია. მართლა გასაოცარია, რომ დღეს, როცა პირველად არიან იქ, უკვე ორი დავალება მისცეს სხვადასხვა კომპანიას, ხომ ასეა? საოცარია. მაგრამ არავინ მიაქცევს მათ ყურადღებას, რადგან ისინი აღარაფერ შუაში არიან სამეფო ოჯახთან. ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ბრძანებების გაცემა და რეალურად ვერაფერს გააკეთებენ, რის გამოც ხალხი იტყვის, რომ უნდა წავიდნენ. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყო მათთან, რადგან ისინი ძალიან ცბიერები არიან. და მეფესთან დაკავშირებით, როგორც უკვე ვთქვი, მისცეს მას 3 დღე. და კაცი, რომელიც უკვე 70-იანების ბოლოსა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კიბო, კარგად არის, მაგრამ მაინც აქვს კიბო. ის კაცია, რომელსაც უყვარს საქმეების ფრთხილად გაკეთება, წინასწარ მუშაობა. ამის ნაცვლად მას თავზე ეს ბომბივით ამბავი დაატყდა, რომ ყველა ეს ბავშვი და ჰარი მოდიან და ეს თითქოს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გაყენებს. და მათ ეს მოსწონთ, ხედავთ, მათ ეს უნდათ, მათ სურთ ისეთი რაღაცები, რაც რთულია და ადამიანებს აიძულებს იფიქრონ მათზე. მაგრამ ვფიქრობ, ისინი მიხვდებიან, რომ ინგლისი ისეთი არ არის, როგორიც მათ სურდათ. და მათთვის ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ისინი ძალიან არაპოპულარულები არიან. ისინი წარმოუდგენლად არაპოპულარულები არიან ამერიკაში.
და ახლა ძალიან არაპოპულარულები არიან დიდ ბრიტანეთშიც, რადგან ხალხს არ მოსწონს, როგორი უხეშები იყვნენ ისინი. სრულიად უხეშები. ჰარის წიგნის სპერი უკიდურესად საზიზღარი იყო მისი ოჯახის მიმართ და ეს არ მოგწონთ. და ისინი არ იფიქრებენ, რომ ის შესანიშნავია. ზოგიერთ ადამიანს ის მოსწონს, რადგან მხიარულია, მაგრამ სინამდვილეში მას ბევრ რამეს აუგრძალავენ. ისინი 24 საათიან, კვირაში 7 დღიან დაცვას ითხოვდნენ, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ისინი რეალურად არ არიან მოქმედი სამეფო ოჯახის წევრები, ასეთ დაცვას ვერ მიიღებენ. ამიტომ ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან ამაზე, მაგრამ მათ ვერ ეყოლებათ ამდენი ადამიანი, ვინც მათ მიხედავს, რადგან ამისთვის ჩვენი გადასახადების ფული უნდათ. და მე მას ფულს არ მივცემდი, რადგან ის არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის ან სამეფო ოჯახისათვის. არის თუ არა გარკვეული განცდა დიდ ბრიტანეთში, რომ შეიძლება აპატიონ და დაივიწყონ, მისცენ ბიძაშვილებს დაბრუნების უფლება, დაიზარდონ თავიანთ ბიძაშვილებთან ერთად და დროა ყველან წინ წაიწიოს. მზარდი განწყობა ამ ხრივ, რას ფიქრობთ თქვენ? დიახ, ნამდვილად არის ასეთი განწყობა, მაგრამ მე ამას არ ვემხრობი. მე ვფიქრობ, რომ ის სისასტიკე, რაც ჰარისმა თავისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა და არც მას მოუბოდიშია, არც მეგანს მოუბოდიშია. და ვფიქრობ, ძალიან რთულია ისეთი ადამიანისთვის, როგორიც არის პრინცი ვილიამი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაკენეს მის გარეგნობაზე, მის სხვადასხვა საკითხებზე და მის ცოლზეც კი. და ვფიქრობ, როდესაც ვიღაცას თავს ესხმიან, მისი ცოლის გამო, ანუ მის ცოლს ესხმიან თავს, ძალიან რთულია იგრძნო, რომ ისინი კარგები არიან, რადგან ისინი ძალიან უსიამოვნოდ მოექცნენ მას. ეს არის შესანიშნავი ქალი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს ვილიამზე და ბავშვებზე. და მეგანი ეჯვიანობს მასზე, ამიტომ ყოველთვის ცდილობს გააკრიტიკოს, ან იგივეს მასზე ადრე აკეთებს. და ეს უბრალოდ ძალიან უსიამოვნოა. ასე რომ მე არ ვეძებ ვინმეს, ვინც ხუმრობას გეტყვით. სინამდვილეში მე ვეძებ ადამიანს, რომელსაც სხვები ადარდებს და მათზე თავის დღიურში არ წერს, რომ ეს სამუდამოდ ყველას თვალწინ არ დარჩეს. ჩვენ ველოდებით როგორ განვითარდება ყველაფერი. თუ ისინი მართლაც მიიღებენ თავიანთ ბედნიერ დასასრულს დიდ ბრიტანეთში, ჩვენ ველოდებით რა მოხდება შემდეგ. რაც ვიცით არის ის, რომ ტაბლოიდური პრესა იქ ძალიან დახარებული იქნება. ანჯელა ლევინი პირდაპირ ლონდონიდან. ყოველთვის ვაფასებთ თქვენს დროს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან The Rundown-ში.